ჩემს აზრს მოგახსენებთ ერთ საკითხთან დაკავშირებით. უმრავლესობა თქვენგანი ახლა მე თვალყურს ვადევნებს იმის გამო, რომ მოგეწონათ სათაური მოიკლავს თუ არა თავს პრეზიდენტი ზელენსკი დაგაინტერესათ ამ სათაურმა და ქვე სათაურმაც უმალ ვინ მოიკლავს თავს უფრო სწრაფად თუ მაინც და მაინც უნდა მოხდეს ეს ამბავი პრეზიდენტი ზელენსკი თუ ჩვენი ოლიგარქი როა ბანდიტი ბიზინა ივანიშვილი. მე შეგნებულად გამოვიტანე ეს პროვოკაციული სათაური, რომ ბევრმა თქვენგანმა ნახოს ეს ვიდეო ბლოგი. ამ კითხვასაც ბუნებრივია გავცემ მე პასუხს. გავცემ პასუხს ასე 5 წუთში, 7 წუთში, 10 წუთში, 12 წუთში, მოკლედ რომელიღაც ეტაპზე მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას. მანამდე კი გაგიმხელთ, რომ მე ეს პროვოკაციული სათაური გამოვიტანე იმის გამო, რომ მეტმა ან ბევრმა თქვენგანმა ნახოს ვიდეო ბლოგი უკრაინის თაობაზე. უკრაინაში დღეს შექმნილი ვითარების თაობაზე. უკრაინის გარშემო დღეს შექმნილი ვითარების თაობაზე. მე დაინტერესებული ვარ, გულახდილად ვამბობ ამას, რომ ბევრი და ბევრი მაყურებელი ხავდეს საერთოდ ყველა ვიდეო ბლოგს ჩემსას და ამ ვიდეო ბლოგს კონკრეტულად. იმიტომ რომ უკრაინაში, კონკრეტულად თუ ამ ვიდეო ბლოგზე ვისაუბრებთ, ამ ვიდეო ბლოგის შინაარსზე უკრაინაში, უკრაინის გარშემო უაღრესად საინტერესო ვითარებაა შექმნილი. მე თავისუფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ყველაზე საინტერესო ვითარებაც კი, რაც კი შექმნილა განსული, განვლილი 4 წლის განმავლობაში, მეთქი ყოველ შემთხვევაში თუ ყველაზე საინტერესო არა, აი ტოპ 3-ში ან ტოპ 5-ში უთუოდ უნდა მოვახვედროთ ის მდგომარეობა, ის ვითარება, რომელიც ახლა, სწორედ ახლა, ამ დღეებში, ამ საათებში, ამ წუთებშია შექმნილი უკრაინის გარშემო. აქედან გამომდინარე, ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემდეგ, სწორედ ასეთი სათაური გამოვიტანე ამ ვიდეო ბლოგისა და ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მინდა გესაუბროთ ამ თემაზეც თვითმკვლელ შესაძლო თვითმკვლელობაზე, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, ეს დაახლოებით 10-12 შესაძლოა 15 წუთში. მანამდე კი ვისაუბროთ იმაზე, რა ხდება უკრაინაში. ჩვენს მოძმე სახელმწიფოში მეთქი როცა ვამბობ, მე ვსაუბრობ ქართველი ხალხისთვის მოძმე და ზვირფასია ეს სახელმწიფო, თორე საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის პრაქტიკულად მტერი სახელმწიფოა. სახელმწიფოს არა მხოლოდ ლიდერშიფია მტერი ამ ბანდიტებისთვის, არამედ სახელმწიფოსაც, უკრაინის სახელმწიფოსაც ვერ იტანს ფორმალისტურად კობახიძის ხელისუფლება, რეალურად კი ბანდიტი ივანიშვილის მმართველობა, ეს ვერტიკალი დაწყებული ივანიშვილიდან დამთავრებული რომელიმე განყოფილების, ასე მაგალითად, განყოფილების გამგეთი, რომელიმე მე-7 ხარისხოვან უწყებაში ვერ იტანენ ესენი, ძირითადად ვერც ერთი მათგანი ვერც კი ბედავს, ეს ივანიშვილი და ვერც კი ბედავს, რომ წარმოთქვას მარტივი წინადადება უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. რატომ ვერ ბედავენ და მოგეხსენებათ, რატომაც ვერ ბედავენ ისინი ეს ბანდა ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის სრულფასოვან აღდგენას ლამობენ, სრულფასოვანი აღდგენა სურთ რუსეთთან ურთიერთობის სრულფასოვანი აღდგენა და აქედან გამომდინარე ცდილობენ, რომ არ გააღიზიანონ რუსეთის ფედერაცია და ბანდიტთა შორის ბანდიტი, მკვლელთა შორის მკვლელი, პრეზიდენტი შლეგი, პრეზიდენტი მოკლეტანა, პუტინი. ბიზინა ივანიშვილს თავადაც ჰგონია, არა მარტო ჰკარდახობენ, არამედ ჰგონია, რომ რუსეთის ლიდერს და რუსეთის სახელმწიფოს თუ არ გააღიზიანებენ ესენი, ეს ბანდიტები, ამის შემდეგ და შედეგად რუსეთის სახელმწიფო იქნება მოწყალე ჩვენს მიმართ, რაც ასაკვირველია, ტყუილია, იმპერია, ყოველთვის იქნება იმპერია, ვიდრე ის იმპერია არის და ვიდრე მას აქვს ეს იმპერიული ზრახვები. საქართველოსთან მიმართებაშიც რაც არ უნდა ერთლარიანი ჟელატინისნაირი ჟელატინის კონსისტენციის სითხეი ყიდონ ამათმა და წაისვან აკოჩრილ
თავზე. კარგით. მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არა ამაზე, არა ამათზე, არამედ ვსაუბრობთ უკრაინაზე და უკრაინაში უაღრესად საინტერესო ვითარებაა მეთქი აკიგითხარით შექმნილი კერძოდ. რამდენიმე დღის წინ მედიის მეინსტრიმ საშუალებებმა ევროპულებმა და არა მხოლოდ ამერიკულებმა და არა მხოლოდ ამერიკულებმა და ევროპულებმა მეტწილად და სხვებმაც გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკელებსა და რუსებს შორის მიმდინარეობდა, მოდი მაინც ასე ვთქვათ, ერთგვარად ფარული მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც ამერიკელებმა თითქოს და დაიყაბულეს რუსეთი, კერძოდ ვიტკოფმა დმიტრიევი, ან სხვა წარმომადგენლები პრეზიდენტ პუტინისა, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით. უკვე შემდგომ მეორე დღეს ან მესამე მაქსიმუმ გაირკვა, რომ თუ ეს ინფორმაცია სწორი იყო და როგორც ჩანს სწორი იყო, მართალი იყო, გაირკვა, რომ ეს შეთანხმება არის 28 პუნქტიანი. 28 პუნქტიდან ზოგი არის ისეთი ყურადღებას რომ არ მიაქცევ, მაგრამ ზოგი არის ისეთი, რომლებსაც ყურადღებასაც მიაქცევ და იდარდებ კიდეც ამ მუხლებზე. მაგალითად, ერთ-ერთი მუხლი, რა მნიშვნელობა აქვს რომელი, არის ამგვარი, როგორც ჩანს, არის ამგვარი. უკრაინაში სახელმწიფო ენად უნდა გამოცხადდეს რუსული ენა. წარმოუდგენელია, რომ ეს ასე მოხდეს, მე გულახდილად გეტყვით ჩემს პოზიციას. ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი შეთანხმებაში კი არა, პროექტში, ამერიკელების შეთავაზებაში თუ რუსების შემოთავაზებაში, მოკლედ შეთანხმებულ დოკუმენტში ეს როგორც ჩანს მართლაც არის ჩაწერილი. გარდა ამისა, ჩაწერილია, რომ უკრაინაში წირვალოცვა კაზრებში უნდა გაიმართოს რუსულ ენაზეც, არა მხოლოდ უკრაინულზე, არამედ რუსულ ენაზეც. რუსული ეკლესია, რუსეთის ეკლესია, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია, ისე როგორც რუსული ენა არის ჰიბრიდული იარაღის ნაწილი რუსეთის ხელში და თუ ახლა ამას დააკანონებს ან მოაწერს ხელს უკრაინა ამ სხვა მუხლებთან შედარებით მე-7 ხარისხოვან მუხლზე უკვე ზეგ პირობითად ცხადია 2-3 წლის შემდეგ 5 წლის შემდეგ ეს ხელმოწერა მას საზიანოდ მიუტრიალდება. მაგრამ ეს არ არის უარესთა შორის უარესი მუხლი, თუ გულახდილად ვიტყვი იმ 28 მუხლს შორის, რომელიც ამერიკელებმა ვითომ და კი არა უკვე ასე შეიძლება ითქვას, ღიად ნათლად შეიძლება ითქვას, ვითომ და კი არა ნამდვილად შესთავაზეს უკრაინას. შესთავაზეს მხარეებს, მოდი ასე ვიტყვი, ტრამპის გეგმა დავარქვათ, არა ვიტკოფისა, არამედ უკვე დავარქვათ ამას ტრამპის გეგმა. მეორე და უფრო მძიმე მუხლი არის, რომ უკრაინა უარს ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე. ეს არ არის ახალი, ეს არ არის სიახლე, მაგრამ უკრაინას ამას რო სთავაზობ, პრინციპში აქაც არ ახარ. ბოლომდე სწორი და მართალი, საბოლოო ჯამში ყველა ქვეყანა ირჩევს, ან უნდა ირჩევდეს ალიანსს, რომელშიც სურს გაწევრიანება და არც ერთ ქვეყანას, მათ შორის არც ვება რუსეთს და არც გავეშებულ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს პირდაპირ თუ ირიბი ვეტოს დადების უფლება არ მესმის მე. მაგრამ არიან პოლიტიკოსები, მიმომხილველები მსოფლიოში, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაცა რუსეთი მიიჩნევს, რომ მას საფრთხე ემუქრება ნატოსგან. აქედან გამომდინარე, მოდი დროებით, ან მოდი საბუდამოდ მაინც უკრაინას ვუთხრათ, ან უკრაინას ავუკრძალოთ ნატოში გაწევრიანება. რა წესია არ მესმის, მით უფრო არ მესმის, რომ ნატოს წევრი სახელმწიფო ფინეთი ასე მაგალითად. რუსეთს მეზობლად ჰყავს არა მხოლოდ ფინეთი, მაგრამ ფინეთზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ის ახლახან შევიდა ნატოში და 1200 კილომეტრზე მეტი 1300 კილომეტრამდე საერთო საზღვარია ნატოს, სწორედ ფინეთის მხრივ საერთო საზღვარი აქვს რუსეთთან. აი ფინეთზე რატო არ ჭედავს? ვინმეს გონია, რომ ფინეთიდან ჰელსინკიდან პეტერბურგამდე მეტი მანძილია, ვიდრე კიევიდან მოსკოვამდე, გაცილებით ნაკლები მანძილია. შეგვიძლია გავზობო და ვკითხო Google-ს ან ChatGPT-ს და სუსტად წამებში, მაგრამ არც გჭირდება, ხო? გაზომა და ესე დადარება ერთმანეთთან. მაგრამ ფინეთზე ვერ გაჭედა რუსეთმა, სწორად გაჭედა, მაგრამ არც არაფერი გაუვიდა. რუსეთს უკრაინა აინტერესებს პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ უკრაინა მას თავისად მიაჩნია რუსკი მირის სივრცედ მიაჩნია
ფინეთი ასეთად არ მიაჩნია, ხოლო ეს არის საბაბუკები, რომ აი ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს რუსკი მირის წარმომადგენელი, რუსული სივრცის წარმომადგენელი წევრი სახელმწიფო უკრაინა და დანარჩენი უკვე არის საბაბი თუ საბაბუკა რუსკი მირი აქ თავარი და უმთავრესი. ამაზე უარესი მუხლებიც, თუმცა გულახდილები ვიქნებით, ამაზე უარესი მუხლებიც არის ჩაწერილი 28 მუხლში. მაგალითად, უარესთა შორის უარესი ჩემი მოსაზრებით არის მუხლი უკრაინის პრაქტიკულად მილიონიანი არმიის 300,000-მდე 400,000-მდე მაქსიმუმ დაყვანის თაობაზე. უკრაინას მინიმუმ 800,000-იანი ჯარი ჰყავს და შესაბამისად 60% თუ შეამცირებენ, ხელს მოვაწერენ და შეამცირებენ უკრაინელები ამ შეთავაზებას თუ მოვაწერენ ხელს და მერე შეამცირებენ, გამოდის რომ 300,000 ჯარისკაცი უნდა ჰყავდეს, ხაშერჩეს და რატომ 300,000 კაცი დაიცავს კი მოახერხებს კი დაცვას უკრაინისა. სამომავლოდ, როდესაც რუსეთი უთუოდ გავეშდება დამატებით კიდევ ერთხელ და პირობითად 2-3-5 წლის შემდეგ უკრაინის დარჩენილ ტერიტორიას შეუტევს. რუსეთს ანალოგიური ვალდებულება აქვს კი ამ შეთანხმების თანახმად, რასაკვირველია არა. აქედან გამომდინარე ეს შეთანხმება, აი ეს სამი მუხლი რომ ავიღოთ, თუნდაც კატასტროფულია უკრაინისათვის. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ეს უკრაინას მოცემულებს ძალიან უჭირს და ცალკეული სახელმწიფოები არა, ამერიკის შეერთებული შტატები უფრო და ცალკეული მოთამაშეები თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ეუბნებიან უკრაინას, რომ შენ გიჭირს როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე არ ახარ ფლად წელგამართული, ვთქვათ ასე მორალური თვალსაზრისით. აღმოჩნდა, რომ შენი ჩინოვნიკები თურმე ამერიკული ასწავლური დახმარებიდან ფულს ჭამდნენ 100 მილიონის სკანდალი უკვე ზედაპირზეა და ვინის ის კიდევ რას კორუფციული სკანდალები ამოტივტივდება. აქედან გამომდინარე, შენ ახლა აქეთ გვებლატავები საბოლოო ჯამში კორუმპირებული სახელმწიფო ხარ, კორუფციაში ჩამხრჩვალი სახელმწიფო ხარ და შენ არ ახარ ახლა პირველმთქმელი, პირველი ვიოლინო, ჩვენ უნდა გიკარდახოთ გარკვეული პირობები, უკრაინელები აღიარებენ იმას, რომ ეს სკანდალი იყო, ეს 100 მილიონი მინიმუმ კლავ ვიმეორებ შეჭმულია. ცხადია შეუძლიათ და დასჯიან კიდეც იმ ჩინოვნიკებს და არა მხოლოდ ჩინოვნიკებს, ვინც ამ კორუფციულ სკანდალში მონაწილეობდა, მაგრამ ეს ვერაფერი გამოსავალია საბოლოო ჯამში. აქედან გამომდინარე, ზელენსკი ამ თვალსაჩინო ცოტა ხმა დადაბლებულია და არა ხმა ამაღლებული. ზელენსკიზე ვიტყვით რასაკვირველია 2-3 სიტყვას. მანამდე ვთქვათ, რომ სხვა რთული უკრაინისათვის მუხლებიც არის შემუშავებული და შეთანხმებული რუსეთთან, ალბათ მაინც ასე უნდა ვთქვათ და დადებული მაგიდაზე. ამერიკელები ამბობენ, რომ ჯერ უკრაინელებმა უნდა მოვაწერონ ხელი და როცა უკრაინელები მოვაწერენ ხელს ამ 28 პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც ტრამპის მაგიდაზე დევს და რომელიც ტრამპის მიერ მოწონებულია, ანუ მწვანეანთებულია, უკვე შემდგომ ვიტკოფი სავარაუდოდ წაიღებს ამ დოკუმენტს მოსკოვში და გაჩნია რა დონეზე იქნება მოწერილი უკრაინის მიერ ეს დოკუმენტი თუ იქნება საერთოდ. მაგრამ თუ იქნება საერთოდ წაიღებენ მოსკოვში და ასე მაგალითად თუ ზელენსკის დონეზე იქნება და ალბათ ზელენსკის დონეზე უნდა იყოს, აბა ვის დონეზე თუ ხელმოწერილი საერთოდ იქნება ეს ვერსია, ეს პირვანდელი ვერსია ტრამპის მიერ ხელმოწერილი, მერე უკვე მოვაწერს პრეზიდენტი პუტინი ხელს და დამთავრდა. მორჩა. მეცაც გეტყვით. ამერიკელები ამბობენ, ესე ითქვა ყოველ შემთხვევაში, რომ ამერიკელები ამბობენ, რომ 27 ნოემბრამდე დღეს 21 გვაქვს, ანუ არასრულ კვირაში უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. რაც წარმოუდგენელი მგონია მე, მაგრამ რასაც ამბობენ, იმას ვიმეორებ ახლა. მე საერთოდ წარმოუდგენელი მგონია, რომ ვინმე ამას ხელს მოაწერს, აქვე გეტყვით. როგორ მოიმოქმედა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამასობაში, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერმაკი არ შეხვდა ვიტკოფს ანკარაში, მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არათუ ერმაკი, არამედ ზელენსკი არ შეხვდა ვიტკოფს ანკარაში, მერე ისევ ერმაკს დაუბრუნდა მედიის საშუალებები და თქვეს, რომ არა, ზელენსკი კი არა, ერმაკი არ შეხვდა ვიტკოფს ანკარაშიო, მოკლედ თითქოს მიუგდო ეს დოკუმენტი თავდაპირველად უკრაინამ ვაშინგტონს. ანუ ვიტკოფს, რომელიც უაღრესად დესტრუქციულ როლს თამაშობს, რასაკვირველია. მაგრამ მას შემდეგ რაც, მოდი ასე ვიტყვი, დაფიქრდა ზელენსკი,
მათ მიიღეს კიევმა მიიღო განაცხადება იმის თაობაზე, რომ და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი. კი არ დასთანხმდეს ამ დოკუმენტს. არამედ თქვა შემდეგი რამ, რომ ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს დოკუმენტი. ეს არის უაღრესად დიპლომატიური, უაღრესად სწორი და დიპლომატიური ნაბიჯი. ანუ პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი არ თქვა, რომ ტრამპი რასაც წერს, ტრამპი რასაც იწონებს, ეს მისაგდებია, ეს თავიდანვე ცუდი, ამ თავითვე ცუდი. არამედ თქვა, რომ მოდი, ოკეი, განვიხილოთ. თუმცა ითქვა რა საკვირველია, ისიც რომ ბევრი წითელი ხაზია. უაღრესად ბევრი წითელი ხაზია უკრაინისათვის და ამ წითელ ხაზებს უკრაინა კი არ გადალახავს. კიდე 1-2-ზე შეიძლება ილაპარაკოს, 3-ზე შეიძლება ილაპარაკოს, 15-ზე ან 14-ზე 28-დან ნახევარზე კიდე შეიძლება ილაპარაკოს, მაგრამ დანარჩენი 14 მუხლი არის მისთვის კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელი. მათ შორის ალბათ მთავარი, ან ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ რუსეთს არანაირი, კვლავ ვიმეორებ, არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმაზე ამ დოკუმენტის თანახმად, რაც მან უკვე ჩაიდინა და არანაირი ვალდებულება არ ეკისრება პრინციპში, მოდი ასე ვიტყვი, რომ მან ცეცხლი არ გახსნას უკვე შემდგომ, ანუ აგრესიული არ იყოს შემდგომ. კი, ბევრი თქვენგანი, ვინც იცნობს ზედაპირულად თუნდაც ამ დოკუმენტს, იტყვის, რომ ამ მუხტს, რომ როგორ არა, რუსეთი კონსტიტუციაში თუ რაღაც კანონში გაამაგრებს ამ ჩანაწერს და იტყვის ამ მოსაზრებას და კონსტიტუციით გაამაგრებს და იტყვის, რომ არამც არ დავესხმები უკრაინის დარჩენილ ტერიტორიასო, მაგრამ რუსეთისა ფიცი რო გვწამს და ბოლო რო გვაკვირვებს, ეს დასავლეთმაც იცის. ოღონდაც კი ომის შეწყდეს და მოდი თვალს დავხუჭავ ვაშინგტონის ეს პოზიცია პრინციპულად არასწორია. ვაშინგტონს ეს პოზიცია, ტრამპს ეს პოზიცია აქვს, როგორც ჩანს, ოღონდაც კი მერვე თუ მეცხრე მერვე კონფლიქტი დამასრულებინეთ, ეს ურთულესი კონფლიქტი და დანარჩენი სამართლიანობა, სამართალი, საერთაშორისო სამართალი, ისტორია, სამომავლო ამბები და ასე შემდეგ თითქოს მას ფეხებზე აქვს დაკიდებული. მაგრამ ზელენსკიმ კვლავ ვიმეორებ დიდოსტატური ნაბიჯი გადადგა, თქვა რა, რომ ოკეი, თანახმა დოკუმენტის განხილვაზე და მათ შორის ყველაზე უფრო მტკივნეული მუხლების განხილვაზე და ამ თავითვე შემიძლია გითხრათ, რომ თუ შედგება უშუალო კომუნიკაცია პრეზიდენტ ზელენსკისა და ტრამპს შორის, ან შედგება ესეც სატელეფონო კომუნიკაცია, მათ შორის პრეზიდენტი ზელენსკი დაიწყებს მაინც დაწუნებას, ხაზგასმით ვამბობ, უხეშად 28 მუხლიდან 14 მუხლისა მათ შორის. ერთ-ერთი მუხლი არის ბუფერული ზონის შექმნა დარჩენილ უკრაინასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ბუფერული ზონა, დემილიტარიზირებული ზონის შექმნა, ვინ იქნება ვინ აწარმოებს მონიტორინგს, ვინ იქნება შემფასებელი, ვინ იქნება დამკვირვებელი, გაერო? რუსეთი არც გაეროზე არ არის თანახმა. ევროკავშირი, რაც საკვირველია, რუსეთი არ მიიღებს ევროკავშირის თუნდაც უიარაღო დამკვირვებლებს. ნახეთ როგორ ვამბობ, არა თუ შეიარაღებულ, არამედ უიარაღო დამკვირვებლებსაც კი, რომლებიც ესე ჭოგრიტებით თუ დურბინებით დააკვირდებიან, რუსებმა დაარღვიეს თუ არა ის ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონის პირობით საზღვარი. აგრეთვე უმნიშვნელოვანესი პუნქტია, კი, მაგრამ უკრაინა თუ ამცირებს 300,000-მდე 800,000-დან საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, ვინ იცავს ამ უკრაინას? კვლავ ვიმეორებ, კონსტიტუციაში რომ შეიტანოს რუსეთმა, ყველამ ხომ ვიცით, ევროპელებმა იციან, უკრაინელებმა იციან, ამერიკელებმაც იციან და რუსებმაც იციან, რომ გავიდა ამასობაში 18 წუთია, მე ვერ გავეცი პასუხი კითხვას, მოიკლავს თუ არა თავს პრეზიდენტი ზელენსკი და უმალ ვინ მოიკლავს თავს უპირველესად, თუ თვითმკვლელობა მაინც და მაინც უნდა შედგეს, პრეზიდენტი ზელენსკი თუ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ხო და კითხვა მაქვს, ვინ დაიცავს უკრაინას, თუ 300,000 კაცი ღა შერჩება მას და რუსეთი ხომ ყველა ვიცით, რომ დაესხება მას თავს. ასევე ნახეთ, ჩავიკითხავ, მე კი არ მეზარება, რა საკვირველი არა, ხო, ბოდიში სანამ ამას ჩავიკითხავ, მანამდე მოგახსენებთ, ჩვენი მიწა არ იყიდება. კიევი მზად არის რეალური მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ არ დათანხმდება ტერიტორიულ დათბობებს, არმიის ლიმიტირებას ან ალიანსის არჩევის შეზღუდვას. უკრაინის ელჩი გაეროში კრისტინა ჰაიოვიჩინი
მისი განცხადების მთავარი მესიჯები არასოდეს მოხდება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების არანაირი ფორმალური თუ სხვაგვარი აღიარება რუსულად. კიდევ ერთხელ ჩვენი მიწა არ იყიდება ამ შეთანხმებაში. პრეზიდენტ ტრამპის მიერ წერილში არა მოწონებულში უფრო ზუსტი რო იყო, არის ისიც რომ ეს ტერიტორიები ანუ გავიმეოროთ. დონბასი, საიდანაც უნდა გავიდეს თურმე უკრაინის შეერაღებული ძალები, ცოტა მეცინება სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც მეცინება იმაზე, რომ ამაზე უკრაინა არ დასთანხმდება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი თქვა, რომ ოკეი, ვილაპარაკოთ ყველა მუხლზეო, რაც თქვენ მოგწონთ პრეზიდენტო ტრამპ, მაგრამ ვილაპარაკოთ არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ამ ყველაფერზე აწერს ხელს. და სატელეფონო საუბარი შედგება თუ უშუალო კომუნიკაცია პრეზიდენტი ზელენსკი დასაკვირველია უკრაინის მიწის დათმობაზე, აი 28-დან ერთ-ერთზე. დამნიშნულობაზე ცხადია. ხო, უარ სიტყვის. ჩვენ არ დავაჯილდოვებთ რუსული აგრესიის საფუძვლად არსებულ გენოციდურ განზრახვას ჩვენი იდენტობის, მათ შორის ჩვენი ენის შელახვის ხარჯზე. აქ საუბარია კაიროში უკრაინის ელჩი ამბობს იმაზე, რომ სახელმწიფო ენად უნდა აღიაროს ვიზიტელი უკრაინამ რუსული ენა. ბევრი სხვა საკითხიც არის, მაგალითად უკრაინის პოზიცია არ არის იმდენად უიმედო, რომ ზელენსკი დათანხმდეს ამ კაპიტულაციის გეგმას. ეკონომისტი წერს ამას და სწორიც არის. ევროპელები მესმის რომ მათ მრავალი კუთხით უჭირთ, მაგრამ სულ რომ გაეთიშოს ამ პროცესში შეერთებული შტატები ტრამპის ადმინისტრაცია, რასაც ვერც მოახერხებს, მაგრამ სულ რომ ასე მოხდეს, ევროპელები მოახერხებენ იმას, რომ უკრაინელებს დაეხმარონ და უკრაინის დანარჩენი ტერიტორია, ეს ხომ რეგიონია, ეს ხომ ყველა რეგიონია უკრაინისა, ხო? ეხლა რაღაცა ფაზლი მაქვს ხომე, ეს ხომ ყველა რეგიონია. თქვათ წაიღო რუსეთმა ეს რეგიონი, მაგრამ ეს რეგიონი 5 რეგიონი ჯამში, მაგრამ უკრაინის დანარჩენი ტერიტორია კი შეანარჩუნებინონ უკრაინას. ევროპელები თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაუჭირდებათ, ეს რასაკვირველია, ამას რასაკვირველია მოახერხებენ. კიდევ ერთი საკითხი. შეერთებული შტატები გითხარით, რომ ელოდება შეთანხმებას 27 ნოემბრამდე, ანუ მადლიერების დღემდე. ამას Financial Times-ი წერს, თუმცა აქვე შემიძლია გითხრათ, რომ შეთანხმება არც 27 ნოემბერს, არც 27 დეკემბერს, არც 27 იანვარს და ამ რედაქციით. ეს 28 პუნქტიანი ეგრეთ წოდებული შეთანხმების პროექტი რასაკვირველია არ გავა, თუმცა ჩვენ უნდა ვუპასუხოთ რასაკვირველია კითხვას, მოიკლავს თუ არა თავს რომელიღაც ეტაპზე პრეზიდენტი ზელენსკი, მოიკლავს თუ არა ის თავს. ამერიკის შეუძლია უზრუნველყოს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ომის დასრულების შესახებ საბოლოოდ სერიოზული გახდეს. ამისთვის გავაგრძელებ 100%-ით მუშაობას. მთელი ჩემი დრო ამჟამად ამას ეძღვნება. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და უკრაინას სჭირდება მშვიდობა და უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სოფლიოში არავინ თქვას, რომ დიპლომატიას ჩვენ ვარ გვერდით. ნახეთ, რატომ არის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, ზელენსკის გადაწყვეტილება, რომ განიხილოს თუნდაც მიუღებელი პუნქტები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ერთად, მნიშვნელოვანი რატომ არის და იმიტომ, რომ ზელენსკი ხვდება, რომ არ უნდა ათქმევინოს პრეზიდენტ ტრამპს ან ნებისმიერს, რომ უკრაინა დიპლომატიას როგორც ასეთს უარყოფს. ამიტომაც მესმის რომ ეწყინა, მესმის რომ ეთკინა, მესმის რომ მისთვის სასიამოვნო მოსასმენი გასაგები არ იყო ვიტკოფ დიმიტრიევის მიერ შეთანხმებული და ტრამპთან გადათანხმებული 28 პუნქტიანი გეგმა კონფლიქტის დარეგულირების თაობაზე, მაგრამ ზელენსკიმ მაინც მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ოკეი, მე შევდეთ თქვენ შეგხვდებით. ტრამპის გეგმის დამატებითი პუნქტები გასაჯაროვდაო ამასობაში წერენ ამასაც. უკრაინის შეერაღებული ძალები გაჰყავთ დონეცკის ოლქიდან. რატომ? მაგრამ ეს ძველი სიმღერაა საბოლოო ჯამში. ის ტერიტორიები, სადაც ამჟამად უკრაინის ჯარებია განთავსებული. როგორც ნეიტრალური ბუფერული ზონა და საერთაშორისოდ აღიარებული რუსეთის ტერიტორია იქნება. სისულელია, მე არ მგონია რომ ეს წერია იმ დოკუმენტში, მაგრამ რომ წეწეროს. მოდი ვიტყვი ასე. რომ წეწეროს, ეს ხო სამართლიანი არ არის და ვერ არის. რუსეთი ჰპირდება ვაშინგტონსა და კიევს, რომ იქ ჯარებს არ განათავსებს, რაც ასევე ტყუილია კვლავ ვიმეორებ. ვინ არის მონიტორი, ვინ გააკონტროლებს რუსი ბანდიტი ჯარისკაცი, გადავა თუ არა ამ ტერიტორიებზე, ესე რომც იყოს ჩაწერილი 28 პუნქტიან გეგმაში. ზელენსკის ფრაქცია ხალხის მსახურის სლუგა ნაროდოს წევრებთან შეხვედრაზე
შეხვედრა გამართა, სადაც მან ნათლად დაადასტურა, რომ ხო ეს უკვე სხვა რამეს ეხება, ანდრეი ერმაკს არ გაანთავისუფლებს თანამდებობიდან, ეს კორუფციულ სკანდალს ეხება, აქედან გამომდინარე ეს გადავფუძნოთ. ბლუმბერგის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უპირისპირდება შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას, რომელსაც გამოცემა პოტენციურად დამამცირებულ მოთხოვნას უწოდებს. ზელენსკიმ მიიღო სიგნალები ვაშინგტონიდან, უკრაინის პრეზიდენტი აქტიურად ცდილობს ამ წინადადების წინააღმდება გაუწიოს, გარდა გარე წნეხისა ზელენსკიმ მკაცრ შიდა კრიზისს აწყდება, რაც კორუფციულ ამბავთან არის დაკავშირებული და ისევ ერმაკის თაობაზე. კიდევ ერთი აგრესი ხო, ერთობლივი სამშვიდობო გეგმა თავდაპირველად შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის ეს მე მგონი თქვი, შეთანხმება სახით გაფორმდება, პენტაგონის წარმომადგენელი ბატლერი ამბობს ამას და ახლა უკვე 26 წუთი მიიწურა და მე კი უნდა გავცე პასუხი კითხვას. მე გეტყვით შემდეგს. მოდი წარმოვიდგინოთ, რომ პრეზიდენტ ზელენსკი ჯერ ერთი არავინ არ აიძულებს, ეს ტყუილია. მაგრამ ხო ბევრ თქვენგანს ან ზოგ თქვენგანს სჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აწვება ჭირხნის, ჭყლეტს, კუთხეში ამწყდებს და ასე შემდეგ და აიძულებენ, ავალდებულებენ, აიძულებენ, რომ მან მიიღოს ეს შეთანხმება. ამ შემთხვევაში, როგორ გონიათ, პრეზიდენტი ზელენსკი რას შვება? აწერს ხელს? არა, ჩემი მოსაზრებით უმალ გადადგება, ვიდრე ხელს მოაწერს. უშუალოდ პრეზიდენტი ზელენსკი ბევრი აზრით რუსეთში რასაკვირველია პირველ ყოვლისა, ბევრის კი არა ყველას აზრით და დასავლეთში ზოგის აზრით და საქართველოში კიდევ. ხო, ბევრის აზრით, გამოკოცებულები ვინც არიან მათი აზრით, ცუდი კაცი, უკრაინის მტერი კაცი. ამ ხელშეკრვა, ამ შეთანხმებას ხელს არ აწერს. და მოდი ასე გეტყვით, უმალ თავს მოიკლავს, ვიდრე ამაზე მოაწერს ხელს. მაგრამ თვითმკვლელობამდე რაც საკვირველია გავეცით პასუხი უკვე პრაქტიკულად არ მივასაკ. პრეზიდენტი ზელენსკი უმალ გადადგება და ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, იტყვის რომ მე წავედი. მაგრამ არც ეს არ მოხდება, მეთქი ამის თქმა მინდა საბოლოო ჯამში. პრეზიდენტი ზელენსკი არც ხელს მოაწერს, არც პრეზიდენტობიდან გადადგება, არც თავს მოიკლავს. ის გააგრძელებს ბრძოლას იმ შემთხვევაშიც კი თუ ტრამპის და ამერიკის შეერთებული შტატების გულისწყრობას დაიმსახურებს ხელშეკრულებას თუ შეთანხმებაზე ხელმოწერის გაუქმების, ან უბრალოდ არ მოწერის გამო. იმ შემთხვევაშიც კი თუ შეერთებული შტატები გავა ამ პროცესიდან, რაც კვლავ ვიმეორებ, წარმოუდგენელი ამბავი მგონია მე. მაგრამ მოდით ერთ წამს დავუშვათ, რომ უკრაინა გავიდა ამერიკის შეერთებული შტატების პროცესიდან და უკრაინა მარცხდება. ან დავუშვათ ერთი სიგიჟე, რომ უკრაინა ნაწილს მუხლებიდან აწერს ხელს, მაგალითად პირობითად მე-17 მუხლს შეერაღებული ძალების შემცირების თაობაზე 800,000-დან ამცირებს 300,000-მდე. ამ შემთხვევაში რა გგონიათ, რა ხდება? გადადგა პრეზიდენტი, წარმოვიდგინოთ ესეც თუ გნებავთ ზელენსკი, რა ხდება? მოაწერა ამ კაპიტულანტური ხელშეკრულების 28 პუნქტს ან 26 პუნქტს ხელი. როგორ გონიათ, რა ხდება? რას შვებიან ის ჯარისკაცები, ის 500,000 გაუქმებული ჯარისკაცი, რომელიც ასე მიატოვა ამ ვარიანტში თუ ვიმჩნევთ ამ სიგიჟეს თუ გავყვებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ისინი იარაღს არ ყრიან. არანაირ ბუფერულ ზონას შემოთავაზებულს ტრამპის კი არა მსოფლიო მმართველების ყველას ერთად. მიერ არ თანხმდებიან. ისინი აგრძელებენ ბრძოლას, ისინი ხდებიან 21 საუკუნის ბანდერები, რომლების პარტიზანული და 500,000 კაციანი უხეშად 300,000 კაციანი პარტიზანული დაჯგუფება, ვინც ის იქნება უფრო საშიშიც კი იყოს რუსეთისათვის. არანაირი მშვიდობა არ მყარდება. რაც არ უნდა ფურცლებზე საინტერესო, ლამაზი, უსამართლო თუ სამართლიანი სიტყვები დაიტანოს ნებისმიერმა ვიტკოფმა და ნებისმიერმა ტრამპმა. არ მყარდება მშვიდობა უკრაინაში. ისეთი მშვიდობა, რომელსაც უსამართლობის თუნდაც 1%-იანი ელემენტი აქვს. არ დამყარდება. აქედან გამომდინარე, ზელენსკი თავს არ იკლავს. ზელენსკი არ მიდის, მაგრამ თუ მაინც და მაინც მიდის, ან აიძულებენ მართლა და შუბლზე ადებს იარაღს ტრამპი, რაც სასაკვირველია წარმოუდგენელია, მაგრამ ვიღაცას ხომ სჯერა,
პრეზიდენტი ზელენსკი თუ მიდის ან თავს იკლავს ამისი რაღაცის შედეგად, პროცესის შედეგად, ომი უკრაინაში მაინც არ სრულდება. უმალ უკრაინელები მიუტრიალდებიან გადარჩენილ და ხელმომწერ ამ შეთანხმებაზე ზელენსკის. ან ფეხებზე დაიკიდებენ შეერთებული შტატებისა და ევროპის არ ვიცი ამ რუსეთის შეთანხმებას და ტყე განაგრძობენ ტყიდან განაგრძობენ ბრძოლას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და უზარმაზარ პრობლემებსაც შეუქმნიან დამატებით. და აღმოვაჩენთ რომ ერთი წლის თავზე აღმოვაჩენთ მაგალითად რომ რუსეთი არ გაჩერდა და არც არავინ არ შეეგუა და რუსეთი კიდე დამარცხდა და კიდე რუსეთში სიღრმეში მათ შორის აი ვინ აკონტროლებს მაგალითად დრონებს. მე ვუტრირებ ცხადია ამარტივებ უფრო ზუსტი რო იყო, მაგრამ ვინ თქვა რომ შეთანხმების შემდეგ მურმანსკში რამ არაფერი ხდება არა მურმანსკში არამედ ვლადივოსტოკში თუნდაც. მურმანსკამდე შორია, მაგრამ ვლადივოსტოკამდე უფრო შორია. და ახლა კითხვის მეორე ნაწილი. უმალ თვითმკვლელი არც ერთი არ იქნება ალბათ, მაგრამ ვინ უფრო სწრაფად მოიკლავს თავს გოგორგონიათ? პრეზიდენტი ზელენსკი თუ ოლიგარქი ბიზიდე ივანიშვილი, რომელისათვისაც მოიცლის რომელიღაც ეტაპზე ომის დასრულების შემთხვევაში უფრო, მაგრამ სანამ ომი დასრულდება მანამდეც მოიცლის დასავლეთი. ახლა ამასაც უნდა გავცე პასუხი. მე მგონია რომ ბიზინა ივანიშვილი გულახდილად გეტყვით თავს არ მოიკლავს. არც ბიზინა ივანიშვილია თვითმკვლელი, პოტენციურად თვითმკვლელი. თეორიულად თვითმკვლელი. ორივე გადარჩება ზელენსკიც, ივანიშვილიც. ვისაც უნდა მოეკლა თავი ივანიშვილის არ იყოს პოროშენკო კი არა, იანუკოვიჩი გადარჩა, ასადი გადარჩა და ივანიშვილის გადარჩება. მაგრამ მძიმე ხვედრი კი ივანიშვილს ასადის არ იყოს, ელის პოროშენკო რაღაცა წამომწდა, სრულიად შემთხვევით ცხადია. მინდა გითხრათ რომ ის გააქტიურდა, მე არ ვარ მისი ფანკლუბის წევრი, საქართველოში ხავს მას ფანკლუბი. მან ბევრი რამ დაუშავა, მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩზე ბევრად უკეთესი იყო, მან ბევრი რამ დაუშავა უკრაინას თავის დროზე. მე მგონია რომ უკრაინას პრეზიდენტი ზელენსკიზე უკეთესი პრეზიდენტი არ ჰყოლია და ეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ ვაგლახ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში კორუფცია დღესაც ძინვარებს, რაოდენიც სამწუხაროდ არ უნდა იყოს, მაგრამ ისი არ უნდა გამოუვიდეს უკრაინულ პოლიტიკურ ელიტას. უკრაინულ საზოგადოებას, რომ ამ კორუფციულ მნიშვნელოვან ცხადია სკანდალს, ხო, არ უნდა გადააყოლოს ბავშვი უკრაინის სახელმწიფო. კი, უნდა თქვას, უნდა აღიაროს, რომ უკრაინაში არის კორუფცია, იყო კორუფცია, არის კორუფცია. უნდა დასაჯოს ყველა კორუმპირებული, მაგრამ არ უნდა გამოუვიდეს ისე, რომ ამის შედეგად სულ გამომდის სულ რაღაც 100 მილიონის შეჭმის გამო თვით პრეზიდენტ ზელენსკიზე მიიტანოს იერიში. ერმაკზე ამას იგივეს ვერ ვიტყვი. ერმაკი ახლა შორიდან ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, ერმაკი თლად დასატოვებელი კაცი არ ჩანს. მაგრამ ეს საბოლოო ჯამში კიევმა არ ყვიროს და ჩვენ არა ბანდიტების ხელისუფლება დწოდებული ბანდა რო გვყავს. ჩვენი გასარჩევი ეგ არ ანაკლებად არის ის უკრაინელები კორუმპირებულები ყოფილან, ამას ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ. თითქოს თვითონ ათეულობით არა, ასეულობით მილიონი არ კონდეს მოპარული დღესაც თანამდებობაზე მყოფ პირებს. ზელენსკი თავს არ მოიკლავს, ტრამპი დაიხევს უმალ უკან და ეს გეგმაც აი შემთხვევით 20-იანი აქ ჩანს თუ არ ვიცი და ამ ფაზლში და აი შემთხვევით არის 8-იანი. აი ეს 28 აქეთ უნდა გავაკეთოთ თუ აქეთ არ ვიცი უკვე მერევა ეს 28 პუნქტიანი მუხლიანი გეგმაც გაწმუნებთ რომ დაიხევა. ნახვამდის.